21 წლის ნოდარ ქუმარიტაშვილის დაკრძალვის დღეს ბაკურიანის ყველა მცხოვრები ქუმარიტაშვილების სახლთან იდგა. ვანკუვერში დაღუპულ სპორტსმენს მთელი დაბა ემშვიდობებოდა. მე თვითონ ხო იცით, ყველა სპორტსმენი ვიყავი, მაგრამ ამ ხელა სიჩქარე მე არ ხონდა 21 ვანი ვითარებდი, მაგრამ ამან 150 ის ადაკრიფა 155 სიჩქარე როგორ აკრიფა იმ მაიმუნმა. იმ პატალა ბიჭმა როგორ აკრიფა. იფიქრა ან საქართველოს გავახარებ ან უნდა დავიღუპო. საქართველოს გულის შესწირა თავის თავი. სოფლიოს ყველა წამყვანი ტელეკომპანიისა თუ რადიოს ჟურნალისტი დღეს ახალ ამბავს ბაკურიანიდან გადასცემდა. უცხოური მედია კვლავ მოციგავის დაღუპვის მიზეზების გამოძიებაზე საუბრობს. ამერიკას შეძრულია ნოდარის ტრაგიკული სიკვდილით. ჩვენ ჩამოვედით მის მშობლიურ ადგილას, რომ უკეთ გავიცნოთ მისი ოჯახი, უფრო მეტი გავიგოთ მასზე. გვაინტერესებს რისი ბრალი იყო ეს შემთხვევა, გამოცდილების ნაკლებობის თუ ტრასის გაუმართავობის. უამრავ ადამიანს აინტერესებს პასუხი ამ კითხვებზე. სწორედ ამიტომ ვართ აქ. ქართული ოლიმპიური ნაკრების ფორმით მივიდნენ სამძიმრის სათქმელად ქუმარიტაშვილების სახლში საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის წევრები. ჯერჯერობით მიმდინარეობს გამოკვლევა, გამოძიება რა მოხდა, როგორ მოხდა, მაგრამ ძალიან ძნელია ბრალი დადო. ეს კი შეგვიძლია თქვა, რომ გვინდა რომ ეს არასდროს აღარ გამეორდეს. დავამშვიდობეთ სპორტსმენს, ქართველს, ვაჟკაცს, რომელსაც 10 დღის წინ შეიძლება არავინ არ იცნობდა და გაიცნო არა მარტო მთელმა საქართველომ, გაიცნო მსოფლიომ. მიხეილ სააკაშვილმა ქუმარიტაშვილების სახლი ისე დატოვა, რომ კომენტარი არ გაუკეთებია. პრეზიდენტის მისვლამდე მიუსამძიმრეს ქუმარიტაშვილების ოჯახს, ზურაბ ნოღაიდელმა და დაიცავის საქართველოს წევრებმა. ზუსტად 3 საათზე დაკრძალვის ცერემონია დაიწყო. ნოდარ ქუმარიტაშვილი ბაკურიანის ქრისტეშობის ტაძრის ეზოში დაკრძალეს. იქ სადაც მხოლოდ წინამძღვრებსა და სასულიერო პირებს გრძალავენ. ქუჩას, რომელზეც 21 წლის სპორტსმენი ცხოვრობდა, უკვე მისი სახელი ქვია. მალე ბაკურიანში მისი სახელობის საციგაო ტრასაც გაკეთდება. ეს კი ვანკუვერში დაღუპული ქართველი მოციგავის ოცნება იყო.